მოგესალმებით, მე ვარ სალომე ზურაბიშვილი და წარმოგიდგენთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველკვირეულ რუბრიკას ბიზნესსა და ევროკავშირზე საუბრები, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მიერ. ვაგრძელებთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე საუბარს და დღევანდელ გადაცემაში განვიხილავთ ქალი მეწარმეების მნიშვნელოვან როლს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. გასულ კვირას საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველე ჰერჩინსკის განცხადებით, ბიზნეს სექტორი გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლაში. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება და თავად ევროინტეგრაციის პროცესი ბიზნეს გაერემოს გაემჯობესებას, ბიზნესის მდგრადობასა და გრძელვადიან წარმატებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ბუნებრივია, ბიზნესის ინტერესშია ამ პროცესის ხელშეწყობა. ქალ ბიზნეს ლიდერებს კი შეუძლიათ განსაკუთრებული როლი შეასრულონ ამ მიმართულებით. ქალები აფუძნებენ მდგრადობაზე, საერთაშორისო სტანდარტებსა და ღირებულებებზე დამყარებულ ბიზნესს. ამის შესახებ EY-ს 2024 წლის ქალების მიერ მართული ბიზნესის საზოგადოებრივი ღირებულების კვლევაში არის მითითებული. ანგარიშის მიხედვით, ქალების მიერ მართულ საწარმოებს ინვესტიციიდან უკეთესი ამონაგები აქვთ და როგორც წესი, უფრო დიდხანს ინარჩუნებენ საქმიანობას, ვიდრე კაცების მიერ დაარსებული ან მართული კომპანიები. უფრო მეტიც, ქალი მეწარმეები მიზანმიმართულად ქმნიან პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ქალი მეწარმეების პასუხისმგებლიანი და მდგრადი საქმიანობის მაგალითები საქართველოშიც ბევრია, თუმცა ქვეყანაში ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტივობა დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2024 წლის გლობალური გენდერული უთანასწორობის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 146 შეფასებული ქვეყნიდან 69 ადგილზეა, რაც წინა წელთან შედარებით 7 ადგილით გაუარესებული მაჩვენებელია. ანგარიშის მიხედვით, ქალის საწარმოს მესაკუთრე, ანუ წილების 50%-ზე მეტის მფლობელი საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების მხოლოდ 14.8%-ის შემთხვევაშია, ხოლო ბიზნესში მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულის მხოლოდ 16.5% არის ქალი. როგორ გავზარდოთ ქალი ბიზნეს ლიდერების რაოდენობა და აქტივობა ჩვენს ქვეყანაში და რამდენად მნიშვნელოვანი არის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის, ეს ყველაფერი ამაზე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ნინო ეგაძე, დიზაინის ინსტიტუტის დამფუძნებელი და მაია შანშიაშვილი, თბილისი ჰილსის კომერციული დირექტორი გვერდსებიან დღეს გადაცემაში. ნინო, მაია, დიდი მადლობა დღეს რომ ჩვენთან ერთად ხართ. ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ვსაუბრობთ ხოლმე მარტში სრულად და უფრო მეტიც უნდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საქართველოში, როგორც წინა სიტყვაში აღნიშნე, ძალიან ბევრი გამოწვევა არის ქალი მეწარმეების აქტივობასთან დაკავშირებით. ნინო, თქვენთან გადმოვალ პირველი კითხვით, რა როლს თამაშობენ ზოგადად ქალი მეწარმეები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მხარდაჭერაში და კონკრეტულად ჩვენს ევროინტეგრაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ამ სტანდარტებთან შესაბამისობა და ქალ მეწარმეებს, როგორც აღნიშნე წინა სიტყვაში, ძალიან დიდი როლი აქვთ ამ მიმართულებით და ასევე გამოცდილებაც. აი საქართველოში ამ მიმართულებით რა ხდება? პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ამ თემას უთმობთ დროს, არ აქვს მნიშვნელობა მარტია თუ ნებისმიერი თვე, ვფიქრობდი ყოველთვის რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ერთის მხრივ მაგალითია, მეორეს მხრივ კი უკვე სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალების მონაწილეობა კომერციაში, ბიზნესში ძალიან დიდ შედეგებს დებს და თუნდაც იმ საკითხებში, რასაც ჩვენ ხელს უწყობთ და ვცდილობთ, რომ წინ წამოვწიოთ, ქალების როლი არის განსაკუთრებული. მდგრადობის ნაწილში სტატისტიკაც აჩვენებს და ზოგადად ესეთი ტრენდია, რომ ქალები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ და ზოგადად სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში ქალების როლი არის განსაკუთრებული. შესაძლებელია ეს არის რაღაცა სოციალური როლის ნაწილი, თუმცა ფაქტი აჩვენებს, რომ იქ სადაც ინკლუზია, იქ სადაც არის სხვადასხვა ტიპის იდეები, განსხვავებული აზრები, მდგრადობის მიმართ მეტი მიდრეკილება, ქალების როლი იმ ორგანიზაციებში საკმაოდ გაძლიერებულია. ხანდახან ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი თითქოს უკვე გვიანია, თუმცა დღეს საქართველო არ არის იქ, სადაც უნდა იყოს და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თუნდაც ნამდვილი შრომა ქალების, რომელიც ამ მიმართულებით გაიწევა, ჩანდეს და მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მაგალითები სულ მუდმივად იყოს გახმოვანებული. აი ამ მიმართულებით რა შეიძლება რომ გააკეთონ ქალმა მეწარმეებმა? აი კონკრეტულად ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის კუთხით, აი საქართველოს მაგალითებზე რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება და თქვენი კომპანიის ფარგლებში აი სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით რა ნაბიჯებს დგავთ? მე ვფიქრობ, რომ ქალებს პირველ რიგში შეუძლიათ, რომ სხვა ქალებს დაუჭირონ მხარი. მეორეს მხრივ ძალიან დიდია კომუნიკაციაში მათი როლი, ანუ ამ საკითხების კომუნიკაციაში, იმიტომ რომ მიჩნეულია, რომ იმ საკითხებზე როცა
საქმე ეხება რაღაცა სოციალურ პასუხისმგებლობას, წინსვლას და ასე შემდეგ. მათი ხმამაღალი ხმა განსაკუთრებით ისმის. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს მაგალითს, ჩვენი მაგალითი ალბათ იმის დასტურია, თუ რამდენად სასარგებლო შეიძლება მცირე ორგანიზაციისთვის ან სტარტაპისთვის იყოს მდგრადობის პრინციპები. ან თავიდანვე, როდესაც თუნდაც დიზაინ პრინციპები, რის მიხედვითაც დიზაინის ინსტიტუტი არსებობს, ემსახურება ზუსტადაც ამ საკითხების ამოხსნას, რომელსაც თქვენი ორგანიზაცია და ბევრი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთად ხელს უწყობს. ანუ თუ ორგანიზაცია, სტარტაპი თავიდანვე სწორ მოდელს შექმნის და მდგრადობის პრინციპები გათვალისწინებულია, ბევრად მეტი აქვს შანსი თუნდაც კრეატიულ ბიზნესში, რომ წარმატებას მიაღწიოს. რატომ? იმიტომ რომ კრეატიული ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი წესია განსხვავებული აზრების, განსხვავებული მსოფლმხედველობის, განსხვავებული ადამიანების ერთ სივრცეში ყოფნა. ზოგადად, როდესაც ვასწავლით ინოვაციას, როდესაც ვასწავლით კრეატიულობას, როდესაც ვასწავლით დიზაინის პრინციპებს, ვხსნით, რომ განსხვავებული პერსპექტივა სწორედაც ქმნის გამარჯვებას და არ არსებობს იდეა, რომელიც შექმნილია ერთი პერსპექტივით და არ არსებობს კამათი, რომელშიც თავიდანვე კარგი იდეა გაჩნდება, თუ იქ არ არის განსხვავებული აზრები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რისკების დაზღვევის, ასევე ეფექტურობის ნაწილში და სულ ფიქრობ ხოლმე, რომ უამრავი ხელშეწყობის მექანიზმი არსებობს პატარა და მცირე ბიზნესისთვის, მათ შორის მაგალითად აწარმოეს საქართველოს პროექტები ქალებისთვის, ქალი მეწარმეებისთვის, არსებობს სესხების და ლიზინგის პრინციპები, სულ მუდმივად ყვები იმაზე, რომ ხელმისაწვდომი ფინანსები ამ შემთხვევაში ქალებისთვის განსაკუთრებული პრობლემური საკითხია, არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დასაწყისშივე ჯობს რომ ყურადღება გავამახვილოთ და ასევე მთლიანი მოდელი ორგანიზაციის, ჩვენ შემთხვევაში ქალები ჭარბობენ დასაქმებულებში, ეს არ არის რაღაცა პროფესიული ნიშნით, ეს უბრალოდ დამთხევა არის სპეციალისტების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ თავიდან ორგანიზაციამ მდგრადი პრინციპებით შეიქმნას, რომ მან მერე ხელი შეუწყოს თავისივე განვითარებას. ჩვენ შემთხვევაში მოდელი თუ არ გამიგრძელდა სიტყვა, აწყობილია ისე, რომ ერთის მხრივ არის განათლების კომპონენტი, მეორეს მხრივ არის კონსალტინგის კომპონენტი, დახმარების კომპონენტი სხვა ბიზნესებისთვის და სტარტაპებისთვის, ასევე გვაქვს დასაქმების შესაძლებლობა, როცა დიდი ორგანიზაციები მოგუმართავენ და ჩვენ ვასაქმებთ ჩვენ სტუდენტებს, ან მაგალითად ჩვენივე ბენეფიციარებს და მე ვცდილობთ, რომ ბენეფიციარები და ჩვენი პარტნიორები ერთმანეთს დავაკავშიროთ. თუნდაც ჩვენ გვაქვს საერთო რამდენიმე მიმართულება მაგ კუთხით. კი, რა თქმა უნდა და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით, განსაკუთრებით თქვენ სექტორში კიდევ უფრო გააქტიურება მდგრადობის სტანდარტების და ამ მიმართულებით დარწმუნებული ვარ, ერთად ძალიან ბევრ კარგ ნაბიჯს გადავდგავთ. და თქვენ აღნიშნეთ, რომ თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გაითვალისწინოს ეს DNM-ში იყოს ინტეგრირებული მდგრადობა და სხვათა შორის ის EY-ის კვლევა, რომელიც ვახსენე, სწორედ ამას ამბობს, რომ ქალები თავიდანვე ითვალისწინებენ, როცა მდგრადობა შემდეგ უკვე ხდება, ანუ ამ სტანდარტების გათვალისწინება უფრო რთულია და უფრო ძვირია ბიზნეს სექტორისთვის. ამიტომაც დასაწყისშივე ამის დანერგვა უმჯობესია და მაია თქვენთან გადმოვალ შემდეგი კითხვით თბილისი ჰილსის მაგალითზე რომ გითხრათ, რამდენად როგორ ნერგავთ ევროსტანდარტებს თქვენ საქმიანობაში, უკვე წარმატებული მსხვილი ბიზნესი, რომელიც ამ სტანდარტებით საქმიანობს და რა როლს თამაშობთ თქვენც ასევე ამ პროცესში? გამარჯობათ. ესე იგი, თბილისი ჰილსი მოგეხსენებათ არის ევროპული ესტონური კომპანია, სადაც ქალის როლი ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არის საკმაოდ მდგრადი და განვითარებადი. თუმცა ეს რაღაცა გენდერული ნიშნით რომ ვარჩევდეთ, აი ნინომ როგორც აღნიშნა, ეს უბრალოდ დამთხევა არის, რომ ვთქვათ, შეიძლება მეტი წილი თუ არა, ნამდვილად 50-50-ზე ნამდვილად არის, რომ ქალები და მამაკაცები არიან ესეთი თანაბარი რაოდენობის, ზოგადად ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ღირებულება ეს არის თანასწორობა, მათ შორის გენდერული და ქალის როლი მე პირადი ჩემი გამოცდილებით, ჩემი 23 წლიანი გამოცდილებიდან ეტყობა უბრალოდ იღბლიანი ადამიანი ვარ, არსად არ წავწყდომი ვარ აი ამ დაბრკოლებას. შეიძლება იმიტომ რომ ყოველთვის საერთაშორისო კომპანიებში ვმუშაობდი და არ მქონია ეს თქვათ სტანდარტული თქვათ ქართული მიდგომა. თუმცა მაინც ვფიქრობ, უფრო სიღრმეებში თუ შევალთ, ქართველმა ხალხმა ზუსტად მე-12 საუკუნეში მიიღო ქართველი ლიდერი და მმართველი ქალი თამარ მეფის სახით და მგონია, რომ ზუსტად მან დავამტკიცეთ ჩვენი ევროპულობა და ზუსტად მან აღიარა და მიიღო ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში, რომ ქართველმა ქალმა შეიძლება მართოს, შეიძლება იყოს ლიდერი და იყოს ქვეყნის ლიდერი. მგონია, რომ ეს რაღაც უბრალოდ არასწორი სტერეოტიპები და საბჭოთა დამახინჯებული აზროვნება არის, თქვათ, რომელიც უკვე ნელ-ნელა იფილტრება და ნაკლებად არის, თქვათ, ის სტატისტიკა, რომელიც თქვენ თქვით ძალიან სევდიანი არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს უკვე ნელ-ნელა ძალიან იფილტრება და ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ქალის როლი ნამდვილად მდგრადი არის, განვითარებადი და ძალიან
ვერ ვიტყვი რა, ეხლა გენდერული იმითი ხელს ვუწყობთ ნიშნით, მაგრამ ნამდვილად გვაჩვენებს პროფესიული სტატისტიკა, რომ იგივე და შეიძლება მეტი რესურსი და პოტენციალი შეიძლება კონდეს ქალს და მიხარია რომ თქვენს კომპანიაში ასეთი სტატისტიკა და მიდგომები არის. საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა არის და აი თქვენი კომპანია როგორ მუშაობს სექტორში, აი ამ სტანდარტების და მდგრადობის და მათ შორის თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით, ანუ რამდენად გაქვთ გავლენა სექტორზე, ესტონური ინვესტიცია არის ევროკავშირის სტანდარტებით ფუნქციონირებთ, თუმცა თქვენ მიწოდების ჯაჭვით, თქვენს პარტნიორებთან რამდენად ასევე სექტორს უწყობთ ხელს, რომ იყოს ქალის როლს გულისხმობთ? ქალის როლშიც, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაში, თუმცა ზოგადად მდგრადობაში, ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში. ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში ნამდვილად ძალიან ვცდილობთ და მე მგონი გამოგვდის, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენი სფერო არის დეველოპმენტი, მშენებლობა და ჩვენ საერთოდ 51 მშენებლობის 51 დადგენილება არც არსებობდა, როდესაც ჩვენ ვაწარმოებდით მშენებლობას იმ საერთაშორისო ევროპული სტანდარტებით, რაც არის მიღებული ზოგადად ევროპაში და ჩვენ ვიყავით, მე მგონი, ერთ-ერთი დამნერგავი იმ სტანდარტებისა, რომლებიც შემდეგ უკვე გავრცელდა. რაც შეეხება, ვთქვათ, ენერგომიმართულებით მუშაობთ ძალიან აქტიურად, გვაქვს 500 კილოვატ-საათიანი სოლარ პარკი, რომელიც ვთქვათ უზრუნველყოფს ჩვენივე ტერიტორიას ელექტროენერგიით, იქნება ეს ვთქვათ ვიდეოკამერები, შლაგბაუმები და ჩვენივე მაცხოვრებლებს ვაწვდით დენს და სამომავლო გეგმებშიც გვაქვს ის, რომ რამდენიმე ესეთი 500 კილოვატ-საათიანი პარკები შეიქმნას, რაც უზრუნველყოფს ჩვენივე გამომუშავებული დენით უზრუნველყოფთ ჩვენი ტერიტორია. ძალიან საინტერესო მაგალითები არის, როგორ გრადობა და ეს პასუხისმგებლიანი მიდგომები გარემოს დაცვითი მიმართულებით მათ შორის არის მომგებიანი ბიზნეს სექტორისთვისაც და რა თქმა უნდა ბიზნესის განვითარების წინაპირობა. თუმცა დავუბრუნდეთ ქალთა გაძლიერების მიმართულებას და ისევ ნინოსთან გადავალ კითხვით ქალები ძალიან დიდ როლს თამაშობენ მდგრადობის პოპულარიზაციაში და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა ეკონომიკური აქტივობა იმისთვის, რომ მუშაკი გაიზარდოს ჩვენს ქვეყანაში და არ მხოლოდ მსოფლიოში. თუმცა ქალები ძალიან ბევრ წინაღობასაც აწყდებიან ამ პროცესში. აი რა წინაღობები გადაგხდათ თქვენ მაგალითად, აი თქვენი პირადი მაგალითიდან რომ ისაუბროთ და ასევე რას ურჩევთ იმ ქალ მეწარმეებს, რომლებსაც ეხლა აი სურთ პირველ ნაბიჯებს დგამენ ამ პროცესში. პირველ რიგში ყველა ქალს საქართველოში ალბათ აქვს ეს ბარიერები. მე მართლა გითხრათ 16 წლიდან დავიწყე მუშაობა, ძალიან ადრეულ ასაკში მყავდა ბავშვები და ჩემთვის ყოველდღიური წარმატება სამსახურში უდრიდა ალბათ სადღაც კლიშეს წარუმატებლობას დედობაში. ანუ ჩემთვის იყო არჩევანი ძილსა და რაღაც მუშაობას შორის, ბავშვებთან დროის გატარებასა და დასვენებას შორის და ასე შემდეგ. ხო, არ არსებობს ქალი საქართველოში, რომელსაც ეს პირობები თანაბრად გადანაწილებული. საბედნიეროდ დღეს ადამიანები ახერხებენ, რომ თუნდაც ოჯახში ეს ბალანსი არსებობდეს. რა თქმა უნდა, მე ვარ გამონაკლისი იმ მხრივ, რომ დიდი ხელშეწყობა მქონდა ოჯახის მხრიდან, არასდროს ჩვენ ოჯახში არ არსებობდა კაცის და ქალის საქმე, ყველა რაღაც თანაბრად მონაწილეობდა, ასაკის თვალსაზრისითაც მონაწილეობა ეკონომიკური ერთნაირი გქონდა, ანუ ყველას რაღაცა შემოქონდა ოჯახში. ბავშვებსაც ამ პრინციპით ვზრდით, ბევრი გოგო და ბევრი ბიჭი ყავს სახში, რომელთაც ვასწავლით, როგორ უნდა იმუშაონ ერთად და როგორ უნდა გახდნენ წარმატებულები, არ გვაყოფილი ეს ნაწილი, თუმცა ღიად ვიტყვი. ძალიან ბევრი ქალი, ძალიან ბევრი გოგო დღემდე ამ წნეხს განიცდის. განსაკუთრებით პრობლემულია ის რა ტიპის მე მაგალითად არქეოლოგობა მინდოდა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ღია და კულტურულ საზოგადოებაში გავიზარდე, სადაც მართლაც არ არსებობდა ეს სტერეოტიპები, მახსოვს ძალიან ისეთი მკაცრი სიტყვა ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ადამიანის, რომ ეს რა ქალის საქმე. აი, ეს სტერეოტიპი მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო საკმაოდ განვითარებული განათლებული საზოგადოება, რაღაც წილბარიერი გახდა იმ მომენტში და სულ ფიქრობ, რომ როდესაც მე დაუბრუნდები. რას ვურჩევდი გოგოებს? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ უფრო მეტი ინვესტიცია გვიწევს ჩვენ. მეორე ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის ხელშეწყობა. ანუ ის, რომ რაღაცა კომუნა ქალების ერთმანეთს ხელს შეუწყობს, ეს განსაკუთრებით ამარტივებს და ადვილებს დანარჩენებისთვის გზას. მაგალითის მიცემა, იმიტომ რომ სულ ყოველთვის უნდა ვისაუბროთ ასევე იმ სუსტ მხარეებზე, რომელიც ყველა ჩვენგანს აქვს. არ აქვს მნიშვნელობა ქალები ვარ თუ კაცები, იმიტომ რომ რატომღაც სტერეოტიპულად მიჩნეულია, რომ მე ხშირად მეკითხებიან, რომ შენ საჭმელსაც აკეთებ, რატომღაც მიჩნეულია, რომ ხან წარმატებული ხარ, ესე იგი ცუდი
ოჯახის წევრი ხარ თუ რაღაცას არაკეთებ სათანადოდ ან მაგალითად ხშირად ჩემ მეუღლეს კომპლიმენტად უთქვამს რომ არ ვიცოდე რომ ესეთი წარმატებული ქალი ხარ რომელსაც აქვს რაღაც 20 წლიანი კარიერა ვერ წარმოვიდგენდი რომ სახში ესეთი კარგი მონაწილე ხარ თანამონაწილე ხარ ჩვენი ოჯახის ანუ ეს სტერეოტიპის დასანგრებია იმიტომ რომ ერთის მხრივ გვაქვს პრობლემა რომ რაღაცა გოგონები ვერ აღწევენ ან ქალები ვერ აღწევენ წარმატებას და მეორე მხრივ წარმატებული ქალების სრული სტიგმატიზაცია რომ ისინი არიან ცუდები უყურადღებოები ჩემმა შვილებმა მაგალითად როდესაც ერთ-ერთი სამსახური დავტოვეს საერთაშორისო იმის გამო რომ მეტი დრო მათთან გამეტარებინა მითხეს რომ არაჩვეულებრივი სამსახური ქონდა ძალიან წარმატებული იყავი და რა გინდოდა ყოფილიყავი ანუ ფრენის და ასე შემდეგ გამო მინდოდა რომ მეტი დრო გამეტარებინა მათთან მე ვფიქრობ რომ განათლების ნაწილშიც ხშირად არის მიუხედავად იმისა რომ მე უდიდესი გულშემატკივარი ვარ გოგოების და სულ ყოველთვის ყველა იცის რომ ეს დიდი არმია ყავს გოგოების რომელსაც მართლა ბავშვობიდან მოუყვები ვეხმარ იმიტომ რომ მე თან გამივილია ეს გზა და ვიცი რა რთულია მით უმეტეს თუ რაღაც სიტყვაზე კარგად გამოიყურები თუ ბედნიერი ხარ მით უმეტეს უფრო რთულია ეს გზა არავინ არ თქვას რომ ლამაზი ქალის მიმართ რაღაც კარგად ცხოვრები ქალის მიმართ კიდევ უფრო მეტი ზიზღი და კიდევ უფრო მეტი სტერეოტიპი არსებობს ამ ქვეყანაში სამწუხაროდ და მეტად გიწევს დამტკიცება არ აქვს მნიშვნელობა შეიძლება იყოს პატარა შეხვედრა რომელშიც body language-ით განიშნებს ადამიანი როგორ არ უყვარხარ და როგორ არ გცნობს და როგორ არ გცემს პატივს დამთავრებული იმით რომ შეიძლება იმიტომ რომ ქალი ხარ შემდგომ მოგესალმონ ან რაღაცა სიტყვაზე სივრცეში შეხვიდე და არ შეგიმჩნიონ და კითხონ სად არის უფროსი ხო აი ამ ყველაფერში რა თქმა უნდა ერთმანეთს და გასწავლოთ და გავუზიაროთ და ღიად ვისაუბროთ აი ამ რაღაცა უაზრობებზე რომ ეს სასაცილოც აღარ იყოს უკვე მაგრამ მეორეს მხრივ განსახილველიც აღარ უნდა იყოს მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბევრი ქალი სამწუხაროდ ამ მდგომარეობას იყენებს თავის დასაწინააღმდეგოდ და ხშირად ამბობს რომ მე ქალი ვარ მე პატიება აი ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი რაზეც ერთად უნდა ვიმსჯელოთ ხო იმიტომ რომ ერთია რა სტერეოტიპები არსებობს და მეორეა რას გვქნით ჩვენ დასაწინააღმდეგოდ ხო იმიტომ რაღაც მომენტში მე დავიღალე მე ყველაფერი შეიძლება სისუსტის გამოვლენა შეიძლება მაგრამ აი ეს ზუსტადაც ეს მომენტია როდესაც ახლა მე მგონი მნიშვნელოვანია რომ ჩვენ კი არ ვებრძოლოთ რაღაცა ხილავმტერს არამედ საკუთარ თავშიც ვიპოვოთ სად არის ჩვენი პრობლემა სად ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს და თუნდაც სისუსტის გამოვლენა ძლიერი ქალებისთვის მისაღები გავხარდეთ ხო რა თქმა უნდა და მე დავამატებ კიდე იმას რომ სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე რომ ჩვეულებრივ ჩვენს კანონმდებლობაში შრომით კანონმდებლობაში არის კაცის დეკრეტი რომელსაც ეთყობა იმდენად სასირცხვილო არის რომ საერთოდ არავინ არ იყენებს და ძალიან მიხარია რომ გვაქვს მაინც ეს ფორმალურად მაგრამ ძალიან გამეხარდება და ძალიან მინდა თუ თქვათ რაღაცნაირად თანაბრად გაინაწილებენ დედა და მამა თქვათ ამ დეკრეტს იმიტომ რომ იგივე ეს პირიქით აძლიერებს ქალსაც ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, მე მგონია რომ კაცსაც აძლიერებს იგივე შვილზე პასუხისგებლობა და იგივენაირად გაზიარება და მართლა რაღაც სასიამოვნოდ გავოცდი, როდესაც აღმოვაჩინე რომ რაღაცა თანამშრომელი მამაკაცი დეკრეტში არის გასული ძალიან გამეხარდა და რაღაცა ეს ამ მიმართულებითაც თუ უფრო მეტად აქტიურებენ კომპანიები და თქვა თვითონ შეთავაზებენ მამებს დეკრეტულ შვებულებებს ეს კიდევ უფრო იქნება ძალიან და დიდი მადლობა უნდა დავასრულოთ სამწუხაროდ ჩვენი გადაცემა. კიდევ ბევრჯერ გვექნება შესაძლებლობა ამ თემაზე საუბრის. მადლობა მაია, ნინო, იმისთვის რომ დღეს გსტუმრობდით. ჩვენ კი მომდევნო კვირას ისევ ქალთა გაძლიერების საკითხებით დაგიბრუნდებით.